კაიროს მიერ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ეხმაურებიან თბილისში ოპოზიციის განცხადებით მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდითაა, უკრაინა ფრონტზე გამარჯვებას აღწევს და სწორედ ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა ომში მყოფი უკრაინის მიმართ რიტორიკა შეეცვალა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველო უკრაინას ომის დაწყების დღიდან მხარს უჭერს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჰუმანიტარული კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, თუ სიამდვილეში რა პოზიციაზე არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი, ისინი ბოლო წლების მანძილზე ამ პოზიციებს ახმოვანებდნენ, თუმცა დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს და მათ შორის ივანიშვილის წევრების, რეჟიმის წევრებიც ხედავენ და ივანიშვილიც ხედავს, როგორ კატასტროფულად მარცხდება რუსეთი, ამიტომაც საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს ეს ხალხი და ცდილობენ გარკვეულწილად შეცვალონ რიტორიკა, იმიტომ რომ შიში აქვს, რა თქმა უნდა, უკრაინის, რომელიც ხდება რეგიონის დომინანტი პოლიტიკური ძალა და ხედავენ რუსეთის დაჩაჩანაკებულ მდგომარეობას. ჩვენ სამართლის მხარეს და სიმართლის მხარეს ვიქნებით ყოველთვის. და ეს იყო 701 რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს შეუერთდა. შეუერთების 702-ს და 703-საც, სადაც ოკუპაციის საკითხებზე იქნება საუბარი. საქართველოს ყოველთვის ცნობდა უკრაინის ტერიტორიულ თლიანობას, აგრესიას და ოკუპაციას ყოველთვის გმობდა, ისე ვამბობ, 700-ზე მეტ რეზოლუციას ავართ მიერთებული და მომავალშიც ასე მოიქცევა. ასე რომ არაფერი სიახლე იმაში, რომ საერთაშორისო სამართლის მხარეს იქნება საქართველოს, ამაში არ არის და არც მომავალში იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში, ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტის და მისი დამოუკიდებლობის. შესაბამისად, ეს განცხადება, რომელსაც საქართველოს შეუერთდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, მოუწოდებს რუსეთს, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენთვის უკრაინა არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და ჩვენ ამით ვიცავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. შესაბამისად, უკრაინის დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა ამ საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად გადახედვას არ ექვემდებარება.